მოგესალმებით. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს პათოლოგიური ცვეთა და მისი კბილები მოცვეთილი არის. ამას ჩვენ ვამჩნევთ მოდელებზეც, კბილის ფოტოსურათებზეც და განვიხილავთ პაციენტთან კბილის სიგრძეს და სიგანეს. ჩვენ ვიცით, რომ პროპორცია უნდა იყოს ასეთი 10-80-ზე. 10-8-ზე. ანუ თუ კბილის სიგანი არის 8 მილიმეტრი, მაშინ სიგრძე უნდა იყოს 10 მილიმეტრი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ კბილი უფრო სიგანეში მიდის, ოთხკუთხედი ფორმისაა. ამიტომ პაციენტს დავუგეგმეთ რეკონტურირება, ამ კბილების დაგრძელება და თქვენ ხედავთ, რომ საბჯენი მასალა ეტყობა, როგორ არის დაგრძელებული. ეს არის დროებითი რეკონტურირება, კეთდება იმისთვის, რომ პაციენტს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება დაგრძელებული კბილი და ამ შემთხვევაში სწორდება არა მარტო კბილები, არამედ გრძილიც. ეს კონტურები, გრძილის კონტურები უნდა გასწორდეს ერთმანეთის მიმართ და თუ პაციენტს აქვს გრძილოვანი ღიმილი, ისიც დაიკლებს, რაც დადებითად აისახება მის სახეზე და მის ღიმილზე.